მე ვემხრობი არა რაღაც კონკრეტულ თეორიას, არამედ რეალობას. საქართველოს რეალურად ეს არის ისტორიული ქრისტიანული აღმოსავლეთის ნაწილი და შესაბამისად ამ კუთხით აზია გამოდის. ჩვენ ფეოდალიზმი გქონდა ძალიან მსგავსი ევროპული S1. დასავლეთ საქართველოში ხალხის მასობრივი კულტურა პირველ რიგში ადგილობრივი წარმართულია. ქართველი ნამდვილად ამ კრიტერიუმებში საერთოდ არ ჩნდება. ფოლკლორშიც კი სრულად დომინირებდა აღმოსავლური ნარატივები. აღმოსავლური მოტივები ეს არ არის, რა თქმა უნდა, მართალი. ევროპულ ნაციონალიზმს კი ეყრდნობოდა, მაგრამ თავს ევროპასთან არ აიგივებდა. ევროპის მთავარი მახასიათებელი არის ქრისტიანობა. აღმოსავლური კულტურის დომინირების ქვეშ იმყოფებოდა მიუხედავად ქრისტიანობისა. უნდა ვიპასუხო, მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვან წერტილზე მივედით. რაც უნდა პარადოქსი იყოს, არა, ხო? მე გამოყვებით თქვენ აზრებში და შევეცდები რომ გაგაკრიტიკოთ. ის კულტურა, რომელთაც ვიკვებებოდით, უფრო მეტად არაევროპული იყო, ვიდრე ევროპული. დოკუმენტი, რომელშიც არის საუბარი, თუ როგორ უნდა გაჩნდეს ევროპის შეერთებული შტატები. ბიზანტია კლასიკური აგებით ევროპად მაინც არ აღიქმებოდა. ქართულად ბიბლია როდის ითარგმნა? შუა საუკუნეებში. შუა საუკუნეებში, ანუ ლუთერამდე, ხო? დიახ. ევროპა არის ბერძნული ფილოსოფია, რომაული სამართალი და ქრისტიანობა და სადაც მთავრდება ქრისტიანობა, იქ მთავრდება ევროპა. მოგესალმებით, გადაცემა კამათობა მორიგი ეპიზოდით დაგიბრუნდათ. ეს არის პოლიტიკური დებატების სერია, რომელშიც განვიხილავთ ყველასთვის საინტერესო და აქტუალურ პოლიტიკურ მოვლენებს და თემებს. მე მისი წამყვანი ანა ყაულაშვილი ვარ და ვეცდები გავუძღვეთ დღევანდელ დებატს. შეგახსენებთ, რომ გადაცემა კამათობა გადის ყოველ ორ შაბათს 22 საათზე მის მინეს YouTube პლატფორმაზე. მოგიწოდებთ, რომ გვიყუროთ, დაგვალაიქოთ, ასევე თვალიადევნოთ მის მინეს სხვა პროდუქტებს სხვა სოციალურ ქსელებშიც, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე და ასევე გეტყვით, რომ ჩვენი გენერალური სპონსორი არის საქართველოს უნივერსიტეტი. მომავალი კი მათია, ვინც წარსულის გააზრებით ხვალინძელ დღეს ქმნის. რაც შეეხება დღევანდელ თემას, დღეს კამათობაში ვიკამათებთ იმაზე, თუ რომელი არის საქართველოს ისტორიული წარსული უფრო მეტად, ეს არის აზია თუ ევროპა, მაგრამ ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ეს არ ეხება საქართველოს დღევანდელ არჩევანს, რომელიც უთუოდ არის ევროპა, აქ ჩვენ განვიხილავთ რომელთან უფრო არის დაკავშირებული ისტორიულად, ვისაუბრებთ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე, ისტორიულ გადაწყვეტილებებზე და ასევე იმაზე ღირებულებით და კულტურულად, რომელთან უფრო მეტი აქვს საერთო. ამ თემაზე სასაუბროთ ჩვენთან არიან აღმოსავლეთმცოდნე სანდრო ბაკურაძე და ფილოსოფოსი ლევან შატბერაშვილი. მადლობას გიხდით მობრძანებისთვის. შეგიძლიათ რომ 2 წუთით გაიცნოთ მაყურებელს 2 წუთის განმავლობაში და დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელ აზრს უფრო იზიარებთ. სანდრო, შეგიძლიათ? დიახ, მოგესალმებით. მე ვარ სანდრო ბაკურაძე, როგორც უკვე წარმოგიდგენთ, ისტორიკოსი და აღმოსავლეთმცოდნე. რაც შეეხება საქართველოს ისტორიულ წარსულს, მე აკადემიაში ისევ გამოყენებად, მაგრამ დღესდღეობით საჯარო პოლიტიკაში და პოპულარულ კულტურაში თითქმის მივიწყებულ ქრისტიანული აღმოსავლეთის თეორიას ვემხრობი. ანუ ეს არის ის მოსაზრება, რომ საქართველოს რეალურად ეკუთვნოდა ქრისტიანულ აღმოსავლეთს, რომელიც მართალია ვერ ჩაერთვებოდა ევროპად მიუხედავად მისი კავშირებისა ბიზანტიასთან, რომელსაც დღეს ჩვენ საქართველოს ისტორიული ევროპულობის მაგალითად ვიყენებთ, მაგრამ რეალურად ბევრად უფრო ჩახლართული ამბავია და მე-19 საუკუნეში რომანტიკული ნაციონალიზმის და საბერძნეთისა და ლათინური ცივილიზაციის ხელახალ აღმოჩენამდე ბიზანტია კლასიკური აგებით ევროპად მაინც არ აღიქმებოდა. და შესაბამისად ვთვლი, რომ თავისი სპარსეთთან კავშირების, თავისი ისტორიული პოპულარული კულტურის გამო, რომელიც ჰქონდა ფაქტობრივად ლამის საბჭოთა პერიოდამდე, თავისი ყარამანიანებით და აშუღური ლიტერატურით და ყველაფრით და სხვა ფაქტორების გამო საქართველოს რეალურად ეს არის ისტორიული ქრისტიანული აღმოსავლეთის ნაწილი და შესაბამისად ამ კუთხით აზია გამოდის, მაგრამ მე-20 საუკუნეში აი ხა მოკლედ დროს თქვენი პოზიცია დავაფიქსიროთ. კი. ახლა ვაფიქსირებთ ზუსტად ამას. და ჩაშლილად 5 წუთის განმავლობაში. მაგრამ მე-20 საუკუნეში მიმდინარე პოლიტიკური დინამიკის გამო საბოლოო ჯამში საქართველოს მოსახლეობის და კულტურული ელიტის ვესტერნიზაცია მოხდა. მადლობა სანდრო, ლევან თქვენც. გამარჯობა, მე ვარ ლევან შატბერაშვილი, განათლებით ფილოსოფოსი. მე ვემხრობი არა რაღაც კონკრეტულ თეორიას, არამედ რეალობას, რომლის მიხედვითაც ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვართ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, შეიძლება მოვიაზრებოდეთ, გავიაზროთ ჩვენი თავი, იმიტომ რომ თავად
ევროპა ჩამოყალიბდა და მისი ჩამოყალიბების ისტორია ძალიან რთულია, ჯერ მას მითოლოგიური ძირები ჰქონდა, მას აქვს ისტორიული ძირები და ამავდროულად ესე წინასწარ სპოილერისთვის ვიტყოდი პოლ ვალერის სიტყვებს, რომელიც ამბობს, რომ ევროპა არის ბერძნული ფილოსოფია, რომაული სამართალი და ქრისტიანობა და სადაც მთავრდება ქრისტიანობა, იქ მთავრდება ევროპა. მადლობა. მე შეგახსენებთ წესებს და მაყურებელსაც შევახსენებ, სულ გვექნება 3 რაუნდი, 3 ბლოკი. პირველი გვექნება 5 წუთიანი რაუნდები, სადაც შეგეძლებათ რომ თქვენი არგუმენტები ჩაშალოთ და ისაუბროთ მთლიანად თქვენ. ეს 5 წუთი იქნება მთლიანად თქვენს განკარგულებაში. შემდეგ გვექნება 30 წუთიანი სადისკუსიო რეჟიმის დრო, როდესაც გვექნება დიალოგის რეჟიმი და შეგეძლებათ რომ ერთმანეთს ასე დიალოგის რეჟიმში გაუცვალოთ აზრები, ვიკამათოთ, ვისაუბროთ და ასე შემდეგ. ბოლოს გვექნება 2 წუთიანი ფაზა შეჯამებისთვის, სადაც შეგეძლებათ რომ შეაჯამოთ დღევანდელი დებატი, თქვენი პოზიცია და დაამატოთ თუ რამე გექნებათ დასამატებელი. რაც მთავარი უნდა გავაგოროთ კალმათელი, იმისთვის რომ გავიგოთ ვინ დაიწყებს. 4 და 3. სანდრო, შეგიძლიათ რომ ბატონო, შეგიძლიათ რომ დაიწყოთ თქვენი პოზიციის გაშლა. ქრისტიანობა ახსენეს როგორც ევროპელობის მთავარი განმსაზღვრელი, მაგრამ მე არ ვთვლი რომ მაინც და მაინც ქრისტიანობა შეიძლება განსაზღვრავდეს გარკვეული პოლიტიკური ან კულტურული საზოგადოების იმ ევროპის ცნებასთან, იმ პოლიტიკურ სისტემასთან და იმ რეალობასთან თავსებადობას, რომელიც დღეს ჩვენთან ევროპასთან ასოცირდება. ასე მაგალითად ავიღოთ იგივე ლიბანელი მარონიტები, რომლებმაც მაგალითად მიიღეს საკმაოდ კარგი ევროპული განათლება, საკმაოდ წარმატებით განახორციელეს თავიანთი შიდა კულტურული ვესტერნიზაცია, იქამდე რომ სრულიად არაბულ საზოგადოებაში შვილებს ჟანი და პიერი დაარქვეს, მაგრამ როცა საქმე მივიდა სრულ სახელმწიფოს დამოუკიდებელ მართვამდე, როგორც აღმოჩნდა, მათი პოლიტიკური სისტემის დასავლურობა მხოლოდ ბუტაფორია იყო, ვერაფრით ვერ მოხერხდა ეგრეთ წოდებული მაგალითად ზაიმების გავლენის აღკვეთა, ვერანაირად ვერ მოხერხდა კონფესიური სისტემის გადალახვა, ვერანაირად ვერ მოხერხდა მთელი რიგი სხვა პრობლემების მოგვარება და შესაბამისად მიუხედავად ამ კულტურული კოდების და ვიზუალური მხარის ევროპეიზაციისა, პოლიტიკური სისტემა, აზროვნების სტილი და ასე შემდეგ, ფაქტობრივად იგივე დარჩა, იმიტომ რომ ლიბანს არ გამოუვლია საქართველოს მსგავსი ამ ქვეყანაში ამ სისტემის ის სივრცე როგორც იყო მაგალითად რეფორმაცია და რაციონალიზმის გაძლიერება ადგილობრივ ნიადაგზე, ქალაქის მოსახლეობის ისე გაძლიერება, რომ მას შეეძლო ადგილობრივი ფეოდალური ელიტების დაბალანსება და დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალის მოპოვება, არ შექმნილა ის გარემოება, რომელიც შექმნიდა ისეთ სიტუაციასაც, მეტნაკლებად დამოუკიდებელი სასამართლო მაგალითად იქნებოდა ერთგვარი არბიტრაჟის სისტემა, რომელიც ფაქტობრივად იქ არსებულ პოლიტიკურ ძალის ცენტრებს და საზოგადოებრივ ფრაქციებს და სოციალურ კლასებს ერთმანეთში მოარიგებდა, ვინაიდან ამ უკანასკნელთ ერთმანეთის უხეში ძალით გაწმენდის და ჩამოშორების საშუალება არ ექნებოდათ. რომ არ ყოფილიყო ეს წმინდა სოციალური დინამიკით გამოწვეული ფაქტორები, არ მგონია რომ იგივე ევროპაში მხოლოდ ამ ცივილიზაციური და ფილოსოფიური რაღაცების საწყისების გამომდინარე, მსგავსი ჩვენთვის ასე სასურველი კანონის უზენაესობა და მსგავსი რამ შესაძლებელი ყოფილიყო. მე მაინც ვფიქრობ, რომ ყველაფერი არა რელიგიაზე ან კონკრეტულ გეოგრაფიულ რაღაცეებზე, არამედ კონკრეტულ სოციალურ დინამიკაზე და მათი ევროპაში არსებულ სისტემასთან შესაბამისობაზე უნდა დავიყვანოთ. და ასე უნდა მივუდგეთ ამ ყველაფერს, ამ სოციალურ დინამიკების და რეალობის გათვალისწინებით. თუ მაინც და მაინც ევროპა და ისტორიულ ევროპულობაზე საუბარი აქვს, მთავარი მნიშვნელობა ენიჭება პოპულარულ კულტურას, ანუ ხალხის კულტურა რა იყო და როგორი იყო, როგორ მოიაზრებდნენ ისინი საკუთარ თავს, სად ხედავდნენ ისინი საკუთარ თავს და აქ თუ დავაკვირდებით ამ ყველაფერს ხედავთ, რომ საქართველოში დასავლეთ საქართველოში ხალხის მასობრივი კულტურა პირველ რიგში ადგილობრივი წარმართულია, იგივე სამეგრელოს კონტექსტი ავიღოთ მაგალითად, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ეს პოპულარული კულტურა სამზარეულო იქნებოდა ეს ხალხის ლიტერატურული მიდგომები, ეგრეთ წოდებული ბაზრის ლიტერატურა, რომელსაც იოსებ გრიშაშვილი ახსენებს, ან თუნდაც იგივე მე-19 საუკუნემდელი ქართული ლიტერატურაში თითქმის ყველაფერი იყო სრულიად აღმოსავლური. უფრო მეტიც, ფოლკლორშიც კი სრულიად დომინირებდა აღმოსავლური ნარატივები და შაჰნამეს ისტორიებს იგივე როსტომზე და ზურაბზე მაგალითად, როგორც ცხაპრებს ისე ყვებოდნენ ქართულ სოფლებში და იგივე მაგალითად პეტრე ომიკაშვილის ხალხურ სიბრძნეს რომ გადავხედოთ, ათეულობით არის მსგავსი აღმოსავლური მოტივებიდან გადმოტანილი ისტორიები, როგორც ფოლკლორის ნაწილი. და შესაბამისად, სანამ დაიწყებოდა საბჭოთა პერიოდთან ერთად ახალი სახელმწიფოს მიერ დომინირებადი და რეალურად დასავლურ ღირებულებებზე დაფუძნებული, მაგრამ საბჭოთა ტოტალიტარულ რეალობას მორგებული
პოპულარული კულტურის შემოსვლა, ხოლო ბერიას რეკონსტრუქცია თბილისის ტრადიციულ აღმოსავლურ სახეს მეტწილად გამოაცლი და ვხედავთ, რომ საქართველოს ხალხის და საზოგადოების დონეზე მიუხედავად ახლად ვესტერნიზებული ელიტებისა, მაინც აღმოსავლური კულტურის დომინირების ქვეშ იმყოფებოდა მიუხედავად ქრისტიანობისა. მადლობა სანდრო. დავასრულოთ ხომ? დიახ. ლევან, შეგიძლიათ უპასუხოთ და ასევე თქვენი არგუმენტებით ჩაშალოთ მომდევნო 5 წუთის განმავლობაში. გვალოთ. პირველ რიგში როგორც ვახსენეთ, მე დავიწყე პოლ ვალერის ციტატით, რომელიც გვეუბნება, რომ ევროპა არის ბერძნული ფილოსოფია, რომაული სამართალი, ქრისტიანობა. მე არ მithქვას, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ქრისტიანობა, რა თქმა უნდა, არამედ მე ვთქვი, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი და უმთავრესი კომპონენტი. რომელსაც თავად და უნდა ითქვას, რომ თავად ევროპელები ევროპას ამგვარად განსაზღვრავენ, ხომ? ეს ერთი. მეორეც, თავად როდესაც ლაპარაკობთ ისეთ რაღაცაზე, თუ როგორ და როდის გაჩნდა ევროპა, ეს ძალიან რთული საკითხია თავად ევროპელებისათვის, იმიტომ რომ მაგალითად თუ კი ჩვენ გავიხსენებთ ძველ ისტორიას, ძველი რომაელებისთვის გერმანელები არიან თუ არა ევროპელები, ეს უკვე ძალიან რთული საკითხია, ხო? ანუ რეალურად სანამ იულიუს კეისარი არ მოაწყობს გალიის ლაშქრობებს და მერე იმის შემდეგ შესაძლებლობა გაჩნდება, რომ ჩრდილოეთით გავითარდეს ევროპა და გაფართოვდეს ევროპა გალების შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს უკვე თითქმის მანამდე საერთოდ ამგვარი ცნება არ არსებობს. ეს ერთი. მეორედ, როდესაც ამაზე ვლაპარაკობთ, ხო, ანუ როდესაც თქვათ ვესტერნიზაციაზე, ან თქვათ რაღაცა მოდერნულ საზოგადოებებზე ვლაპარაკობთ, მოდერნულ საზოგადოებამდე უნდა ითქვას, რომ არსებობდა ფეოდალიზმი და ფეოდალიზმი ქართული კულტურის ნაწილი იყო, რა თქმა უნდა, და ჩვენ ფეოდალიზმი გქონდა ძალიან მსგავსი ევროპული, ეს ერთი. რაც შეეხება თვითონ აზრს, ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ქართული აზრი ნამდვილად შუა საუკუნეებიდან დაწყებული, ეს იყო დაკავშირებული ერთი ქრისტიანობასთან და მეორეც კიდე ბერძნულ აზროვნებასთან და ამაზე თუნდაც მხოლოდ და მხოლოდ პეტრიწის ხსენება შეიძლება საკმარისი იყოს. გარდა ამისა, კიდევ როდესაც ვლაპარაკობთ იმას, რომ პოპულარულ კულტურაში, თქვათ, მაგალითად, უფრო მეტად დომინირებდა აღმოსავლური, თქვათ, შეიძლება ვთქვათ, სახელებიც ვახსენოთ, თქვათ, ტოპონიმები ვახსენოთ, აღმოსავლური მოტივები, ეს არ არის, რა თქმა უნდა, მართალი, ჩვენ მაგალითად შეიძლება კალმასობა გავიხსენოთ, ეს არაჩვეულებრივი ნაწარმოები, სადაც ჩვენ ვხედავთ, რომ მისი იგივე პერსონაჟები საუბრობენ ისეთ ფილოსოფოსებზე, როგორიც არის მაგალითად სპინოზა და ვოლფი. ხო? ანუ ქართლის დიახ, კი, ეს ასე არის ნამდვილად. ჩვენ შეიძლება რომ ამაზე ვლაპარაკოთ. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა არის, როდესაც ჩვენ საუბრობთ ისეთ რაღაცაზე, თუ როგორ ჩამოყალიბდა, ან ლიტერატურა როგორ ჩამოყალიბდა. რატომ უნდა დავალაგოთ მაინც და მაინც ისე ტენდენციურად, როგორც ბატონი სანდრო აკეთებს, ლიტერატურა, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ჯერ ერთი აღმოვაჩინოთ თავად უძველეს ლიტერატურაში ერთ-ერთი პირველი, რომელიც არის, ხო? ანუ რეალურად თვითონ შუშანიკის წამებაზე, როდესაც გვაქვს საუბარი, შუშანიკის წამებაში არის რა? ზოროასტრიზმისა და ქრისტიანობის დაპირისპირება და ამაზე გვაქვს საუბარი. ხოლო შემდეგ ცოტა უფრო მოგვიანებით, როდესაც აბოს წამებაზე არის საუბარი, აბოს წამებაში როგორ განიხილავს თავად ავტორი საქართველოს, იმდროინდელ საქართველოს, როგორ განიხილავს და იგი ამბობს, რომ ჩვენ ვართ ყურესა ქრისტიანეთას, ანუ ჩვენ ვართ ქრისტიანობის, ანუ ევროპის საზღვარზე. რაც შეეხება თავად ბიზანტიას, ბიზანტიის არაევროპულ ცივილიზაციად განსაზღვრა ძალიან არასწორია პირველ რიგში, იმიტომ რომ ბიზანტია თავის თავს არ აღიქვავდა ბიზანტიად, ეს გვიანდელი ტერმინია, თავის თავს ისინი უწოდებდნენ რომაელებს და აღმოსავლეთ რომის იმპერია იყო, ბერძნულ კულტურაზე დაფუძნებული და ბერძნულიდან მოდიოდა და საქართველოში ძალიან დიდია ეს ბერძნული გავლენა, არა მარტო ქრისტიანულისა, არამედ ქრისტიანობამდელის. როგორც ვიცი და თავისთავად თვითონ მითოლოგიურ წარმოდგენებშიც კი საქართველოს როგორც გეოგრაფიული ტერიტორია არის ნაწილი ისეთი მოვლენისა, როგორც არის ესეთი ელინური სამყაროს რაღაცა კოლონიად შეიძლება განვიხილოთ. ახლა თავისთავად აზიაზე როდესაც გვაქვს საუბარი, რა არის აზია უკაცრავად? იქნებ მაგალითად ევროპელს რო ვკითხოთ, აზია სიტყვაზე თქვენ გიპასუხებთ, რომ ეს არის ჩინეთი, ტაივანი, კორეა და ასე შემდეგ. მასში თქვენ ალბათ რასაც დებთ ალბათ აზიაში და აზიურ კულტურაში, თქვენ ალბათ გულისხმობთ ორიენტს, რომელიც
ძალიან დიდი ლიტერატურული, ისტორიული, ანთროპოლოგიური და ასე შემდეგ ძალიან სერიოზული კვლევების შედეგად ჩამოყალიბდა ევროპელი ინტელექტუალების შედეგად. თქვენ უნდა წაიკითხოთ მაგალითად და გადაიკითხოთ თავიდან, რა თქმა უნდა, ისეთი ნაწარმოებები, როგორც მაგალითად შეიძლება იყოს ფლობერის სალამბო, ან მაგალითად ვალტერ სკოტის რომანები, სადაც ხდება ორიენტალის, ანუ აღმოსავლელი ჩამოყალიბება და ქართველი ნამდვილად ამ კრიტერიუმებში საერთოდ არ ჯდება. მადლობა, ძალიან საინტერესო მოხსენება იყო ორივე თქვენგანის. ეხლა გვაქვს 30 წუთი იმისთვის, რომ უფრო მეტად ინტერაქციული გავხადოთ ჩვენი საუბარი და დიალოგის რეჟიმში წარმართოთ. სანდრო, შეგიძლიათ დაიწყოთ. დიახ. დავიწყოთ იქიდან, რომ ეს კალმასობა და მსგავსი ლიტერატურა იყო გარკვეულ წლებში წაკითხვადი რაღაც, რომელსაც ხალხზე არანაირი გავლენა არ ჰქონდა ძალიან მცირე, მხოლოდ და მხოლოდ მასების წერა-კითხვა იცოდა. წერა-კითხვა იცოდა და მხოლოდ და მხოლოდ გარკვეულ რაღაცებს ჰქონდა, რომ არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ისეთ საზოგადოებასთან, სადაც არც ინტერნეტი არსებობს, არც ბიბლიოთეკები ასე ხელმისაწვდომი, მოსახლეობის საკმაოდ წერა-კითხვაც კი არ იცის, ხოლო ყოველდღიურ ინტერაქციაში უფრო მეტად ფოლკლორული მოტივებია და ეს ფოლკლორული მოტივები განსაზღვრავენ კუთვნილებას, აღქმას და ასე შემდეგ. ამავე დროს, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ბიზანტიელები საკუთარ თავს რომაელებს ეძახდნენ, ეს ასეა, მაგრამ აქ არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ამ პერიოდში ჯერ ისევ არ არის ეს ამ გაგებით რომანტიკული ნაციონალიზმი და ეს ბიზანტიის და რომის და ძველი საბერძნეთის მემკვიდრეობა იმ გაგებით გათავისებული როგორც დღესაა და მიუხედავად იმისა, რომ იგივე ევროპული უნივერსიტეტი, საუნივერსიტეტო ცნება და სფეროები და კლასიკური განათლების მქონე წლები ამ ყველაფერს ეყრდნობოდნენ, თავად ევროპაში ფართო საზოგადოებები კვლავ საკუთარ ამ რომამდელ საბერძნეთამდელ კულტურასთან იყვნენ დაკავშირებულები და იგივე მაგალითად რეფორმაციის წარმატების ერთ-ერთი ანუ იმას რომ ეს საზოგადოებები ევროპელები ევროპის გაგება ანუ თავად ევროპაში ევროპის გაგები რომამდელ და საბერძნეთამდელ კულტურას გულისხმობთ რომ არსებობს ანუ ევროპა რომამდე და საბერძნეთამდე ინტელექტუალური ელიტის საქმე იყო და კლასიკური კულტურა, ხოლო იგივე საინტერესოა უკაცრავად. აი რეფორმაციის წარმატების მიზეზი რა იყო? ზუსტად ის რომ ლუთერმა ხალხის ენაზე დაიწყო რიტუალ ბიბლიის თარგმნა და ეს ხალხის ენაზე დაიწყო ხალხამდე მიიტანა რელიგია, რომელიც ერთგვარი კომპრომისი იყო ამ კლასიკურ კულტურასა და ამ ადგილობრივ კულტურას შორის. ხო, მაგრამ ერთი შეკითხვა მაქვს. ქართულად ბიბლია როდის ითარგმნა? შუა საუკუნეებში. შუა საუკუნეებში, ანუ ლუთერამდე, ხო? დიახ. ანუ ხალხამდე მიდიოდა ეს კულტურა, ხო? ტექნიკურად მიდიოდა, ანუ მათთვის გასაგებენაზე არსებობდა თუ წაუკითხავდი გაიგებდნენ. მაგრამ ასევე ის რომ ქრისტიანობის განაპირას თვითიდენტიფიცირება მაინც და მაინც ევროპასთან თვითიდენტიფიცირებას ნიშნავს, არ არის სწორი, რადგან არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ამ პერიოდში ქრისტიანული სამყარო ბევრად უფრო აბსტრაქტული და ჩვენ და ისინი დიქოტომით განსაზღვრული ცნებაა და არა მაინც და მაინც გეოგრაფიულივით. თან არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ იგივე მაგალითად მართალი ბრძანდებით. არ უნდა დაგვაუწყდეს ამავე დროს, რომ გეოგრაფიულად ამ პერიოდში ჩვენ ვიცნობთ ასურელებს, ჩვენ ვიცნობთ იგივე სომხებს, ჩვენ ვიცით რომ იგივე სადღაც ინდოეთში არიან, სადღაც მალაბარში ქრისტიანები. კარგად არ ვიცნობთ, მაგრამ ვიცით რომ არსებობენ და მიუხედავად იმისა, რომ არსებობს იგივე სექტარიანული სხვაობები და სხვა ფაქტორები, ჩვენ მათთან როგორც ქრისტიანებთან გარკვეული იდენტიფიკაცია გვაქვს და იგივე კათოლიკურ ევროპასთან, იგივე ჩვენ ინტერაქციის მცდელობების მხოლოდ და მხოლოდ ქრისტიანობის გამო გვაჩვენებს რომ ეს ჩვენ გეოგრაფიული გაგებით არ აღვიქვამთ ქრისტიანობას. ეს იყო წმინდა წყლის ჩვენ და ისინი დიქოტომია, რომელიც დაპირისპირებული იყო მეორე მხარესთან. მაინტერესებს. ევროპა გეოგრაფიული გაგებით აღიქვავს თავს? თქვენ ამბობთ რომ ჩვენ როგორ მაგალითად. ან როდის გაჩნდა მაგალითად ევროპის გეოგრაფიული საზღვრები? ხო ვერ მეტყვით, როგორც ისტორიკოსი. ევროპის გეოგრაფიული ცვლილებები როგორც წესი ცვლილებები არა საზღვრები. გეოგრაფიის როგორც წესი ორ რაღაცას აყრდნობენ. პირველი ის ნაპოლეონის ომის შემდგომ ცვლილებებს, მეორეს კიდევ როგორც წესი იმას მეორე მსოფლიო ომის შემდგომ და მანამდე 30-იან წლებში გამოჩენილ ამ ერთიანი ევროპის იდეებს და სხვადასხვა საკითხებს, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იწყება თანამედროვე გაგებით ევროპის საზღვრების ფორმირება, იმ გაგებით რომ მანამდე იგივე ეს არიან თუ არა სლავები ევროპის ნაწილი, ან იგივე მაგალითად სამხრეთის მიმართ სამხრეთ ევროპის მიმართ ორიენტალისტური დამოკიდებულება და შემდეგ ძალიან იყო გავრცელებული და ამ ყველაფრის გადალახვა ესეთი როლი არ იყო. იგივე მაგალითად შევხედოთ ინგლისურ ლიტერატურას. ბოდიში უკაცრავად.
ანუ თქვენი ლაპარაკიდან გამომდინარე, თქვენ თვითონაც არ აგავთ ევროპის კონკრეტული განსაზღვრება. თქვენ ამბობთ, რომ ევროპა ყალიბდებოდა საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვანაირი კულტურული, რელიგიური, სოციო-ეკონომიკური და ასე შემდეგ ფაქტორების გამო, ხო? მაგრამ თან ამავდროულად მეუბნებით, რომ 45 წლის მოვიაზრებ იმას, რომ ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ერთიანი ევროპის იდეის გარშემო გაერთიანებული კულტურული, იდეოლოგიური, პოლიტიკური მოდელი. თანამედროვე ევროპა და ამას მოვიაზრებ მე. თანამედროვე ევროპა ამას მოვიაზრებ. თანამედროვე ევროპა თავისთავად ისტორიაში არ შედის. და ისტორიულ ევროპასთან კარგი, მოდი ესეთი შეკითხვა მაქვს. მოვიაზრებ ამ მაგალითად იმ სოციალურ დინამიკებს, ერთი მხრივ ფეოდალიზმი, მეორე მხრივ თანათან ქალაქის მოსახლეობის გაძლიერება და ინდუსტრიული მაგალითად თქვენ როგორ ფიქრობთ? ესპანეთი ევროპაა? ისტორიული ისტორიული? დიახ. მიუხედავად მისი ძველი რომის ნაწილობისა და ასეთ რაღაცების მიუხედავად, რაც უნდა პარადოქსი იყოს, არა. არა, ხომ? საინტერესოა ძალიან. ანუ პირველი ევროპული რომანი, თქვენ შექსპირის გახსენება გინდოდათ, მაგრამ პირველი ევროპული რომანი არის სერვანტესი. თუ არ ვცდები, ხო? სერვანტესი. დიახ, ხო? აი ესეთი პარადოქსი არის, ხო? კი, მესმის, რა თქმა უნდა, სარაინდო რომანები არის, მაგრამ თან ახალი დროის ლიტერატურაზე არის ლაპარაკი, ხო? როდესაც ამაზე ვლაპარაკობთ. ერთი პირველი, როდესაც ვლაპარაკობთ, ეს ძალიან საინტერესო საკითხია. თქვენ როდესაც ამბობთ, რომ სხვადასხვანაირად არის მოწყობილი, სლავები არიან თუ არა ევროპის ნაწილი, არის თუ არა ესპანეთი ევროპის ნაწილი. მოდით ესეთი რაღაცა ვთქვა, ჯერ ერთი პირველ რიგში. ევროპის ერთიანობის იდეა მომდინარეობს ისეთი დიდი ფილოსოფოსისგან, როგორც არის იმანუელ კანტი. როდესაც მან დაწერა თავისი არაჩვეულებრივი ნაწარმოები, რომელსაც ქვია მარადიული მშვიდობისაკენ. მარადიული მშვიდობისაკენ ეს არის ძალიან კარგად გაწერილი დოკუმენტი, რომელშიც არის საუბარი თუ როგორ უნდა გაჩნდეს ევროპის შეერთებული შტატები. და ევროპის შეერთებულ შტატებზე, როდესაც არის საუბარი, სხვათა შორის თქვენი არგუმენტის სასარგებლოდ შემიძლია გითხრათ, რომ ის ამბობს, რომ პრინციპში ევროპა არის მხოლოდ და მხოლოდ ის, რასაც ჩვენ დღეს დასავლეთ ჩრდილო ევროპას უწოდებთ. არც იტალია, არც ესპანეთი, არც საბერძნეთი და ასე შემდეგ, იქ არ შედის. მაშინ თქვენივე განსაზღვრებით გამოდის, რომ ევროპა მხოლოდ და მხოლოდ გერმანია, ავსტრია, ნიდერლანდები, ბელგია და ასე შემდეგ ესეთი ქვეყნები შეიძლება იყოს. არა და ისტორიულად რომ ჩაუღრმავდეთ, ეს ძალიან დიდ პრობლემებამდე მიგვიყვანს, რა თქმა უნდა და სინამდვილეში ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ ევროპა არის იდეა, რომელსაც შეუძლია საკუთარი თავის განვითარება და გაფართოება გეოგრაფიულად. იდეის დონეზე ერთის მხრივ რომ რითიც იგი იკვებება ერთის მხრივ ქრისტიანული იდეებით სხვათა შორის მე თავიდან ვახსენე ძალიან პოლ ვალერი მაგრამ პოლ ვალერისგან განსხვავებული აბსოლუტურად განსხვავებული ისეთი ევროპელი მოაზროვნე რომელიც ქრისტიანობის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიტიკოსია ზუსტად იგივე აზრს ამბობს ფრიდრიხ ნიშე ამბობს რომ ევროპის მთავარი მახასიათებელი არის ქრისტიანობა და, როდესაც ჩვენ ამაზე ვლაპარაკობთ, ერთ რაღაცას ამბობდა სხვათა შორის ბატონი კანტი. კანტი ამბობდა ერთ რამეს, რომ როდესაც ჩვენ ევროპაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ევროპის შეერთებული და პოლიტიკურ გაერთიანებაზე ვლაპარაკობთ, ხო? გაერთიანებას ჭირდება კომუნიკაციის მყარი საშუალებები და სწორედ ამის გამო ვგულისხმობ მე ევროპად მოვიაზრებ მხოლოდ და მხოლოდ ამ ჩრდილოეთის ქვეყნებს და საფრანგეთს და გერმანიას და ასე შემდეგ. იმიტომ რომ იმ დროს ჯერ არ არის განვითარებული კომუნიკაციის საშუალებები. ისტორიულად ვითარდება ყველაფერი და ჩვენ ვხედავთ რომ დღეს მე ჯიბეში შეიძლება მედოს დანადგარი რომელთაც ნიუ-იორკში დაუკავშირდები ადამიანს და თუ ევროპა პირველ რიგში იდეაა და თუნდაც სოციო-ეკონომიკური მახასიათებლები ჩვენ შეგვიძლია ნამდვილად ვთქვათ რომ კომუნიკაცია ნამდვილად არის შესაძლებელი და გარდა ამისა ყველაფერს თავი დავანებოთ საქართველოს ნამდვილად შეიძლება იყოს ამ დიდი სივრცის ნაწილი იმიტომ რომ იგი თავისი ყოველგვარი მონაცემით იყო ამ სივრცის ნაწილი და არის და რჩება ხო ჩვენ კამპანიებიც ვქონდა შინ ევროპისკენ რომელიც გულისხმობდა რომ ბრუნდებოდით ევროპაში და არა მივდიოდით რაღაც ახალი ადგილისკენ. სანდრო, სანამ დაიწყებთ პატარა კითხვა მექნება. თქვენ დასაწყისში ახსენეთ რომ განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში ხშირი იყო ხოლმე აღმოსავლური სახელები, აზიური კულტურის გადონაშთები იყო ხოლმე და ბევრ რაღაცას ამსგავსებდით აზიური კულტურისკენ. მე მაინტერესებს ხომ არ ფიქრობთ რომ ეს ყველაფერი არის იმის გავლენა რომ ხშირად სწორედ აზიური მტრები ესეუდნენ
იღებდნენ ხოლმე საქართველოს და ასიმილაცია ხდებოდა თუნდაც რელიგიური კუთხით, თუნდაც ისტორიულად რაღაც ღირებულებები, ციცვლილებები ხორციელდებოდა ან კულტურულად ემსგავსებოდნენ მტერს, იმიტომ რომ ხშირად უწევდათ მათთან ერთად ცხოვრება და არა ის რომ მიდრეკილება ქონდათ აზიური კულტურის. საქმეც ისაა რომ ეს საერთოდ არანაირ კავშირში არ არის პოლიტიკურ მტრობასთან ან მოყრობასთან. არ უნდა დაგვაუწყდეს რომ ამ გეოგრაფიულ არეაში საუკუნეების განმავლობაში ფაქტობრივად სასანიანთა პერიოდიდან მოყოლებული იქნებოდა ეს დღევანდელი ანატოლიის მნიშვნელოვანი ნაწილი, დღევანდელი შუამდინარეთის მნიშვნელოვანი ნაწილი, საქართველოს, განსაკუთრებით მისი აღმოსავლეთი ნაწილი, სომხეთი და ასე შემდეგ. სპარსული იყო ელიტის lingua franca, კულტურის მნიშვნელოვანი ენა და ენა და ასეთი ტერმინიც არსებობს პერსიანატ, ისტორიული სპარსული კულტურული გავლენის სივრცე და თან ამავე დროს თუ კი შევხედავთ იგივე თვითონ რუსთაველის ჩაწერს თავისი ვეფხისტყაოსანში რომ ეს სპარსული ამბავია ქართულად დათარგმანებიო და შემდეგ უკვე იმას რომ ფოლკლორში დარჩა და გავრცელდა შაჰნამეს ისტორიები და ანთროპონიმიკაზეც მოხდა ამისი ასახვა და შემდეგ ბოლო პერიოდამდე პოპულარული კულტურის ძალიან საყვარელი ნაწილი იყო იგივე ჩარდარვიშიანი, ყარამანიანი და ასე შემდეგ და აფშუღური კულტურა ფაქტობრივად 30-იან წლებამდე ეს კულტურული მოღვაწეობის ტოტალიტარულ რეჟიმამდე დაქვემდებარებამდე ფაქტობრივად თბილისის და აღმოსავლეთ საქართველოს მასობრივი კულტურის ნაწილი იყო. ეს გვაფიქრებინებს რომ ეს მტრობასთან დაკავშირებული არ იყო, ეს იყო ამ კულტურის ნებაყოფლობითი გათავისების ფაქტორი იყო, ის იყო ძალიან დიდი და უკაცრავად, აი ჩავერთვები. მაგალითად ესპანეთი რო ვახსენე, რომელსაც მე პირადად თვლი კულტურად. მაგალითად ესპანეთში არსებობს სახელები, როგორც არის ხოსე, რომელიც იუსუფიდან მოდის. მაგალითად, ხომ? ან მაგალითად ალმოდოვარი, რომელიც აშკარად და ასე შემდეგ. ბევრი რამე არის, ხო? მოვიყენებდი არგუმენტად, ვინაიდან ესპანეთში პირდაპირ ისლამური სახელები გვაქვს, როგორც ნურია სორაიან, მაგალითად, ომარი. ხოსე არ დაგვაუწყდეს რომ იუსუფი ბიბლიური იოსებია და გასაგებია. წყარო არ არის აუცილებელი რომ არაბული იყოს ეს და ხშირ შემთხვევაში ამ შემთხვევაში წყარო ბიბლიაა და არა ხო, მაგრამ კარგი, რახან თქვენ არა უშავს. კარგი, ჩემი არგუმენტი არასწორია, მაგრამ თქვენივე მოყოლილი არგუმენტები როგორ შეგიძლიათ თუ გააცამთვალოთ. და ამავე დროს საქართველოში შემდეგი რეალობა იყო. აქ მიუხედავად იმისა, რომ ფეოდალური სისტემა საბოლოო ჯამში უფრო მეტად ევროპული მსგავსი იყო. ეს უფრო მეტად იმან გამოიწვია, რომ ის ბიზანტიური რომაული სისტემა, რომელიც დანერგვაც ჩვენთან იყო, როდესაც რომელიც მაქსიმალურად მიმართული იმაზე, რომ შეზღუდული ყოფილიყო ფეოდალების უფლებები, ასე მაგალითად იგივე იშვიათი იყო, რომ ანუ საბოლოოდ მემკვიდრეობითი მფლობელობით გადაცემულიყო ბიზანტიაში მიწა და ამის გამო მაგნატებსა და იმპერატორს შორის სულ დაპირისპირება იყო და შემდეგ უკვე ანალოგიური მოდელით ოსმალეთის თიმარების სისტემა არსებობდა, რომელიც რეალურად ტერიტორიებს სულთნისპირად საკუთრებად აცხადებდა, რომელიც ამ მიწათმფლობელებს დროებით საკუთრებაში ეძლეოდა, მაგრამ საქართველოში ეს ფეოდალიზმი იმიტომ კი არ განვითარდა, რომ ჩვენ უფრო მეტად ახლოს ვიყავით ევროპასთან, არამედ იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ რომაულ სისტემაზე, აღმოსავლეთ რომაულ სისტემაზე დავამყარეთ ჩვენი ფეოდალიზმი, ჩვენთან უბრალოდ შეიქმნა ისეთი პოლიტიკური რეალობა, როდესაც მეფესა და ფეოდალებს შორის მეტნაკლებად თანაბარი ძალა ჩამოყალიბდა, რომელმაც მეფეს არ მისცა საშუალება იმ ტიპის ძალაუფლება ჰქონდა, როგორც ჰქონდა ბიზანტიის იმპერატორს ან სულთანს შესაბამისად, ამან შექმნა ძლიერი ადგილობრივი ფეოდალების ინსტიტუტი და საბოლოო ჯამში ჩვენი ფეოდალური სისტემა ევროპას დაამსგავსა. ანუ მე ვფიქრობ, რომ ეს ადგილზე არსებული დინამიკით განპირობებული რაღაც იყო და არა მაინც და მაინც იმის, რომ ევროპულმა ფეოდალიზმმა ჩვენზე გავლენა მოახდინა. თქვენ როგორ ფიქრობთ? ეს აუცილებელი პირობაა, რომ ევროპელი იყოთ? ანუ მაინც და მაინც იმპორტირებული უნდა იყოს, ესე იგი, ევროპული კულტურა, იმის და არა თქვა, თქვენივე არგუმენტით ესე რომ თქვა, ხო? ანუ საქართველოში ჭყალებში ბუნებრივად განვითარდა ფეოდალური კულტურა, რომელიც მსგავსია ევროპისა და არა იმპორტირდა, როგორც მაგალითად რუსეთში მოხდა, ხო? ეს ერთი შეიძლება ძალიან პარადოქსული სხვა რაღაცა მოხდა, რაც ევროპაში მოხდა, მაგრამ ჩვენთან არ მომხდარა. ბევრი რამე ხდება ერთმანეთისგან განსხვავებული. რამაც ევროპული პოლიტიკური სისტემა გახადა შესაძლებელი, ანუ ქალაქის ცხოვრება და შემდეგ უკვე ამ ქალაქში ბურჟუაზიის და ქალაქის მოსახლეობის ამოზრდა და მისი მკვეთრად ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ ძალად ფორმირება ეს საბოლოო ჯამში მიუხედავად მე-19 საუკუნის ფაქტორებისა, საბოლოო ჯამში ჩვენთან ვერ დასრულდა, რაც იყო ის საბჭოთა პერიოდმა მოსპო, ხოლო საბჭოთა პერიოდში იქ არსებულმა კულტურულმა პოლიტიკამ და მის მიერ შექმნილმა ინტელიგენციამ საბოლოო ჯამში სრულიად სხვა დინამიკით განიცადა განვითარება და მიუხედავად კულტურული და ვიზუალური ვესტერნიზაციის, მათი
პოლიტიკური გაგება, მათი მიდგომა ბევრი საკითხის მიმართ და ასე შემდეგ, თანამედროვე ევროპისაგან ბევრად უფრო განსხვავებული გახდა. კარგი. მოდით ახლა ესეთი რაღაცა ვთქვა, მე გამოყვებით თქვენ აზრებში და თუ შევეცდები რომ გაგაკრიტიკოთ. პირველი თქვენ რასაც ამბობთ, ერთი ძალიან საინტერესო მომენტია. თქვენი თეზისი გვეუბნება, რომ ევროპას განსაზღვრავს ფოლკლორული შრე, კულტურული კუთვნილება ზოგადად. კულტურული კუთვნილება და არა მაღალი კულტურა. არ ვიცი, რატომ და რის საფუძველზე ამბობთ ამას, როდესაც სინამდვილეში, როდესაც ჩვენ ევროპის შესწავლას ვიწყებთ, პირველ რიგში სწორედაც რომ მაღალი კულტურიდან ვიწყებთ და არა მაინც და მაინც ეთნოგრაფიიდან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ერთი წამით თუ შეიძლება დავასრულებ. ხო, ანუ მაღალი კულტურის იგნორირება ჩემი აზრით ძალიან დიდ და არასწორ ნაბიჯებამდე მიგვიყვანს, ეს ერთი. მეორე თქვენს მიერ ნახსენები, სახელები, ხო, ანუ რომ ამბობთ რომ საქართველოში გავრცელებულია უამრავი სახელი და ასე შემდეგ. კი, გასაგებია რომ უამრავი სახელია გავრცელებული, მაგრამ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის რა, რომ თქვენ გადახედავთ ქართული მეფეების სახელებს, თუ როსტომ ხანს და კიდევ რამდენიმე გამონაკლის არ მოვიშველიებთ, ჩვენ ნახავთ რომ უმეტესობა ქართული მეფეების არის ან გიორგი, ან დავითი და ნუ ბოლოს წინა მეფე კი ერეკლე იყო, როგორც მოგეხსენებათ, რომელიც ჰერკულესის ქართული ვარიანტია, ხომ? ანუ სუფთა ევროპულია. გარდა ამისა, მათი და ევროპა როგორ ყალიბდებოდა, ევროპა და თავის თავს როგორ განსაზღვრავდა და განასხვავებდა მაგალითად აზიისაგან, რომელსაც არასდროს არ უცდია, რომ ისევე ჩამოეყალიბებინა თავისი თავი, როგორც ევროპამ მოინდომა, რომ ჩამოეყალიბებინა. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, მაგალითად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ჯვაროსნული ლაშქრობები, რომელში მონაწილეობაში ძალიან სერიოზულად ცდილობდნენ ჩვენი ქართული მეფეები. დავით აღმაშენებელი იქნებოდა თუ სხვა. ხო? ანუ რეალურად თუ თქვათ მაღალი კულტურით შევხედავთ ამ ყველაფერს, ჩვენ ვნახავთ რომ საქართველოში ძალიან დიდია ევროპული გავლენა. მეორეც, სოციალური მოწყობა ევროპულია და როგორც თქვენ ამბობთ, ის ბუნებრივად არის განვითარებული ევროპისაკენ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და გარდა ამისა და არათანმოქმეული. ჩვენთან ვერ მოხდა ქალაქური და ამ ბურჟუაზიული რაღაც ისე განვითარება, როგორც ევროპაში და ეს საბჭოთა პერიოდში რაც იყო, ისიც უკვე მაგაზეც გიპასუხებთ. მადლობა რომ შემახსენეთ. ანუ ვერ ჯერთი შუა საუკუნეებში გვაქვს, ხო? ან ფეოდალიზმზე გვაქვს ჯერ საუბარი. ანუ ის მოხდა ძალიან ევროპული სტრუქტურის სისტემის ჩამოყალიბება, ეს ერთი და გარდა ამისა, როდესაც ამაზე ვლაპარაკობთ, ერთი რაღაცა არის, ხო? ან მაგალითად სახელებზე, როდესაც ეს აღნიშნეთ, მაგრამ თქვენ თქვით ამავდროულად, რომ არსებობს თქვათ რაღაც ფოლკლორული, აი პოპულარული ნაწარმოებები, რომლებიც არაევროპულია და თქვენ მათ ხაზში გაიყვანეთ ისეთი ნაწარმოებები, როგორც არის ვეფხისტყაოსანი. რომელშიც მე თქვენ ვერანაირად ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ ეს არის მიუხედავად იმისა, რომ მისი ლიტერატურული გეოგრაფია ინდოეთსა და არაბეთს და ასე შემდეგ ქვეყნებს მოიცავს, მათ შორის ჩინეთსაც. მისი რეალურად მთლიანი კომპოზიცია არის სუფთა ევროპული. მისი ლექსწყობა არანაირად არ უკავშირდება სპარსულ ტრადიციას, სპარსული პოეზიის ტრადიციას. გარდა ამისა, უნდა ითქვას, რომ თვითონ მისი მოწყობა ეს არის სეკულარული, სადაც ღმერთი არის არა თქვათ თუნდაც ალაჰი და მისი ადამიანები, მისი მსოფლმხედველობა, ალბათ თქვენ უფრო აღმოსავლურ მსოფლმხედველობაზე რახან ლაპარაკობთ, ალბათ უფრო მუსლიმურს უნდა გულისხმობთ, მისი მსოფლმხედველობა სრულებით არის დაცლილი მუსლიმური მსოფლმხედველობისაგან და ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ ამაზე ძალიან ბევრი და რაც შეეხება მე-19 საუკუნის ქართულ მწერლობას და თან უნდა ითქვას, რომ მანამდე ვიტყოდი რომ რაც შეეხება ალმასობა ახსენეთ, მაგრამ რეალურად ეს თუ არ ჩავთვლით დავითიანს და კიდევ რამდენიმე ნაწარმოებს, მაშინდელი მასობრივი ლიტერატურა თავის თეიმურაზები, თავის ნარგიზოვნით და ყველაფერს აზიურს მიჰყვება და დიდი ბოდიში, უკაცრავად, ვინ რა იკითხება, აქ მთავარი რა არის, იცით, როგორც ბორხესი ამბობდა, ხო, ანუ არის ეგეთი საკითხი. ვინ არიან კლასიკოსები? კლასიკოსები არიან ისინი, რომელსაც ყველაზე მეტად კითხულობს ხალხი. რა იკითხება დღეს? დავითიანი, ვეფხისტყაოსანი, კალმასობა. რა იკითხებოდა ისტორიულად?
ისტორიულად უკვე სწორედ აღარ ამიტომ იკითხება. მნიშვნელოვანი ამაზე არის საუბარი. და მასობრივი დიდი ხანია კულტურა, მე-19 საუკუნეზე, როდესაც გვაქვს საუბარი, მთლიანი მე-19 საუკუნის ქართული ლიტერატურა გამსჭვალულია არა მარტო უბრალო ზედაპირული ევროპეიზმით, არამედ გამსჭვალულია ევროპული ფილოსოფიური იდეებით. მაგალითად, ყველას რომ გონია რომ ვაჟა-ფშაველა ეს არის რაღაცა მთის თქვენს ახსენეთ ხომ? თუ არ ვცდებ რაღაც მთის ფოლკლორზე ლაპარაკობთ. მთის ფოლკლორი არამც და არამც ეს არის ტრაგედიები, რომელსაც პოემებად მოიხსენიებ ჩვენ სამწუხაროდ, თავისი ფორმით და შინაარსით, რომელიც დაფუძნებულია კანტის, შილერის და გერმანული რომანტიკული და არა მარტო რომანტიკული ფილოსოფიის იდეებს. აქ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი გვავიწყდება. რაც არ უნდა იყოს მაღალი კულტურა და რასაც არ უნდა ეკუთვნოდეს, თუ ვერ მოხერხდება ის, რომ ის იქცეს ამავე დროს მას კულტურის ნაწილად და გავლენის მომხდენად, საბოლოო ჯამში ხალხისთვის ეს იქნება მაინც უცხო და საბოლოო ჯამში როგორ ფიქრობთ? მივიღებთ კულტურულ ომებს, ჩვენი ახალგაზრდები უფრო მეტად აციტირებენ სტუმარ მასპინძელსა და ალუდა ქეთელაურს თუ ყარამანიანიდან ციტატებს? ჩვენ დღევანდელ რეალობაზე ვსაუბრობთ, მაგრამ მე 20 მყავს შობილი წარსულისაგან. არის შობელი მომავალი. ხო და იმას ვამბობ, თანამედროვეულად 30-იან წლებში არსებული ეს ლიტერატურული და პოლიტიკური და კულტურული წყვეტა, რამაც ეს ვესტერნიზაცია გახადა შესაძლებელი ქართული საზოგადოების დიდი ალბათობით ყარამანიანამდე დავიდოდით. სწორედ იმის მინდოდა მეთქვა, რომ ჩვენთან საზოგადოების ვესტერნიზაცია მოხდა გვიან, როდესაც მწერალთა კავშირის და მსგავსი რაღაცების საშუალებით შეიქმნა სახელმწიფოს მიერ კონტროლებადი კულტურა, რომელიც იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფოს ოფიციალური იდეოლოგია, ამ შემთხვევაში მარქსიზმი, ლენინიზმი და სტალინიზმი ეყრდნობოდა დასავლურ ფესვებს, იყო დასავლურ ფესვებზე დაყრდნობილი და სწორედ ამან გახადა შესაძლებელი საბოლოო ჯამში საქართველოს კულტურული ვესტერნიზაცია. ანუ საინტერესო რამეა. აი ესაა ის ცენტრალური გარდამტეხი წერტილი, რომელმაც საბოლოო ჯამში ქართული საზოგადოების ვესტერნიზაცია შესაძლებელი გახადა. რადგან საზოგადოებაზე ვსაუბრობთ. ბოდი შეერთიცებით, მე მაინც უნდა ვიპასუხო, მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვან წერტილზე მივედით. სანდრო, თქვენ ძალიან სწორად აღნიშნეთ ეს ყველაფერი და მართლაც გადამწყვეტია გეთანხმებით. იცით რატომ? იმიტომ რომ აი მაგალითად თქვენ ახსენეთ კომუნიზმი, ხო? კომუნიზმი აბსოლუტურად დასავლური მოვლენა მარქსმა შექმნა ჰეგელის ფესვებზე, როგორც მოგეხსენებათ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, სხვათა შორის ჰეგელიც საქართველოს და ქართველებს ევროპული ცივილიზაციის ნაწილად ხშირად შეიძლება რომ მოიხსენოთ, კი შეიძლება რაღაც გასაყარზე, როგორც შეიძლება თქვენ უფრო ჰეგელიანელი აღმოჩნდეთ, მაგრამ ისევ და ისევ რომ დაუბრუნდეთ ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, ხომ? ანუ რეალურად, როდესაც ამაზე ლაპარაკობთ, ხომ? ანუ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი რაც მოხდა, რაც აღწერეთ თქვენ საბჭოთა კავშირთან დაკავშირებით, ეს შემთხვევით არ მოხდა, რომ საქართველოში შესაძლებელი გახდა ვესტერნიზაციას, რასაც თქვენ უწოდეთ და მე კიდევ ევროპულ ფესვებზე დაყრდნობდი და ევროპული ცივილიზაციის გაგრძელებას ვთვლი. იმიტომ რომ მაგალითად არსებობდა ამგვარი მოდერნული პროექტები სხვა საბჭოეთის რესპუბლიკებში, მაგალითად თურქმენეთში, სადაც მსგავსი არაფერი არ მომხდარა რაც საქართველოში, იმიტომ რომ საქართველოში რო არ ყოფილიყო ქრისტიანული, ლიტერატურული და აი ეს მაღალი ევროპული ტრადიცია, მაღალი კულტურული ტრადიცია უბრალოდ ვერ მოხდებოდა ამ ყოლაფრის გაკეთება და რაც შეეხება მმართველობის სტილს, როგორი ჩამორჩენილი და ჩემთვის მიუღებელიც არ უნდა იყოს თავად საბჭოთა სტილი ამ ყოლაფრისა, ჩვენ მას აზიურს ან აღმოსავლურს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. ლეონ, თქვენთან მექნება ერთი კითხვა, სანამ პასუხს გასცემდეთ. წეგან საუბრობდით კანტზე და დაახლოებით შინაარსი იყო ესეთი, რომ ერი, რომელიც არ არის ქრისტიანი, ვერასდროს გახდება ევროპის ნაწილი. დაახლოებით ესეთი. არა, კანტს ამ მსგავსი არაფერი არ უთქვავს. ეს და ამგვარი იდეაც არ ყოფილა, არამედ ეს არის იდეა პოლ ვალერისა, რომელიც ამბობდა, რომ ქრისტიანობა არის ევროპა. და ქრისტიანული ღირებულებები არის ევროპა, რომლიდანაც მომდინარეობს მაგალითად ისეთი რაღაცა, როგორც არის მაგალითად ადამიანის უფლებები და მთელი რიგი ის ფუნდამენტებისა, რომელზეც დგას დღესდღევანდელი სამყარო. ასე რომ მაგალითად მე პირადად მიმაჩნია, რომ თურქეთიც ევროპაა, იმიტომ რომ თურქეთმა მაგალითად თავის თავში მიუხედავად იმისა, რაც დღეს ერდოგანის თურქეთში ხდება, თავის თავში მოახდინა ამ ისტორიული ევროპული ღირებულებების ინტეგრაცია და არა მარტო იმიტომ, რომ მასზე იძალა და
ათათურქმა, არამედ იმიტომ რომ მას იგი აღმოცენდა იმ ცივილიზაციის თურქეთზე მე ზუსტად თურქეთზე მინდოდა კითხვის დასმა, რომ თურქეთი არ არის ქრისტიანული ქვეყანა, მაგრამ ნატოს წევრიც არის, ცდილობს დაახლოებას ევროკავშირთან და კანდიდატის სტატუსზე ფლოტ წევრის. მე მგონია რომ თურქეთის რა თქმა უნდა ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბარიერია. რა თქმა უნდა, ნაწილი მიუხედავად მისი რელიგიისა. ეს დიდი ბარიერია, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ისტორიულად თურქეთმა დაძლია ეს ბარიერები და ალბათ ეს იმის ბრალიც უნდა იყოს, უკეთე თქვენ თურქოლოგი ბრძანდებით, ხომ? და თქვენ უკეთესად ახსნით, ამ ყველაფერს შეიძლება ეს ჩემი ჰიპოთეზა იყოს, ყოველ შემთხვევაში მე მგონია, რომ მასში არის ნამდვილად ის ძველი ბერძნული ფესვები, რომელიც მოდიოდა და ყოველთვის არ დაკარგულა. ეს ძალიან საინტერესო თემაა, სხვათა შორის და თავად თურქეთშიც არსებობდა ალტერნატიული ნაციონალისტური სკოლა, ეს პირველად იყვნენ ანატოლიელები, რომელიც 20-იან წლების ინტელექტუალები, ხოლო შემდეგ ეგრეთ წოდებული ლურჯი ანატოლიის მომხრეები, რომლებიც თურქეთს შუა აზიისგან მოშორებით სწორედ ამ ცივილიზაციის მემკვიდრებად მოიაზრებდნენ, უბრალოდ ათათურქის არჩევანმა, რომელიც მაინც შუა აზიასთან დაკავშირებულ თურქულ ნაციონალიზმს დაემყარა, მაგათი პოლიტიკური გავლენა ძალიან შეამცირა, მაგრამ ისე ზოგადად მე ვფიქრობ, რომ დასავლეთში ეს თურქეთის და ეს ლურჯი ანატოლიანიზმის ფენომენი უფრო უკეთესად უნდა გაიცნონ. ანუ ეს იყო საკმაოდ საინტერესო ინტელექტუალური წრე, რომელსაც ძალიან საინტერესო იდეები ჰქონდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მაგრამ ეს კიდე ცალკე გადაცემის თემაა. და რაც შეეხება თავად თურქეთს, აქ მოხდა რა? ათათურქის პერიოდში შექმნილი იდეალი ეს იყო ის ხმელთაშუაზღვისპირული ქალაქური კულტურა და ბალკანური ქალაქური კულტურა, რომელშიც რესპუბლიკის დამაარსებელი ელიტები თავად ათათურქის ჩათვლით აღიზარდნენ. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ანატოლია უფრო ზუსტად არ იყო ურბანიზებული და ძალიან სერიოზული რეაქციები იყო და ამავე დროს შიდა ანატოლიაში ქალაქური კულტურა კვლავ სელჩუკურ მემკვიდრეობას ემყარებოდა და სხვანაირი იყო. როდესაც მოხდა მასობრივი ურბანიზაცია, ხოლო პოპულარული კულტურა დამყარებული იყო ამ დასავლეთის ხმელთაშუაზღვისპირულ ქალაქის ცხოვრებას, ის რაც ვერ შეძლო ათათურქმა, ის რაც ვერ შეძლეს მისმა შემცველებმა, შესაძლებელი გახდა ერდოღანის დროს მასობრივი ურბანიზაციის და ქალაქებში მეორე-მესამე თაობის აღსრდის შემდეგ. ანუ თურქეთის ვესტერნიზაცია საბოლოო ჯამში, მიუხედავად იმისა, რომ ვერაფრით ვერ შეძლეს ძალით, ბუნებრივად მოხდა მასობრივი ურბანიზაციისას. ჩვენ რა ეტაპზე ვართ ახლა დღევანდელი საზოგადოება რა? კი და აი აქამდე მივიდოდი ზუსტად 20-იან წლები ვახსენეთ და რაც არ უნდა პარადოქსული იყოს ჩემი აზრით, საქართველოს რეალური საზოგადოებრივი და ევროპეიზაცია როგორც ქვეყნის შესაძლებელი გახადა ზუსტად ამ ყველაფერმა და ქრისტიანობა ახსენეთ, მაგრამ მე უფრო მარტივად შევხედავდი ამ ყველაფერს. არ დაგვავიწყდეს როგორ თავის დროზე ლენინის და ლუნაჩარსკის დებატები და კიდევ სხვების ყველა აღარ მახსოვს იმაზე თუ როგორი უნდა ყოფილიყო საბჭოთა კულტურა. და გაიმარჯვა იმ მიდგომამ, რომელიც მოიაზრებდა არა ნულიდან ახალი საბჭოთა კულტურის შექმნას, არამედ ოპერის, ბალეტის და სხვა მანამდე მაღალი კულტურის ნაწილად მიჩნეული ელიტის ხალხამდე მიტანას. და ვინედან ჩვენთან მიუხედავად იმისა, რომ ხალხი და მას კულტურა არ იყო ვესტერნიზებული, ჩვენი ელიტები, თუნდაც ისინი ქალდეანიზმს და სხვა ალტერნატიული იდეებს იყვნენ, ალტერნატიული იდეების გარშემო ყოფილიყნენ შემოკრებილები, რომლებიც ევროპულ ნაციონალიზმს კი ეყრდნობოდა, მაგრამ თავს ევროპასთან არ აიგივებდა. საბოლოო ჯამში, როდესაც ამ წერლების და ამ კულტურის მოღვაწეების შექმნილი მაღალი კულტურა საბჭოთა პერიოდში ხალხამდე იქნა მიტანილი, ეს საზოგადოების ვესტერნიზაციით დასრულდა. ხო. ანუ ლაპარაკიც მაღაზე არის, რომ ეცეთ რა არის. ზოგიერთ თქვათ ხალხში ეს თქვენ როგორც არ უნდა მიიტანოთ ეს იდეები, ევროპული იდეები უბრალოდ ვერ მოიკიდებს ფეხს. როგორც ამის მაგალითი არის შეიძლება მაგალითად ეგრეთ წოდებული ერთ-ერთი შუააზიური რესპუბლიკა ვახსენოთ, როგორც თურქმენეთია. ამაზე არის თუ თავად კულტურა არ არის და თუ თავად კულტურაში არ არსებობს ფესვი და რაღაცა გარკვეული საფუძვლები იმისა, რომ ევროპულად იქცეს, შეუძლებელია რომ და ევროპული იყოს, შეუძლებელია რომ ის ევროპულად გადაიქცეს. აქ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც. გეოგრაფიამდეც მივდივარ, თუმცა უნდა ითქვას, რომ კიდევ ერთხელ როგორც ვამბობ, გეოგრაფია ეს ძალიან, როგორ ვთქვათ, ესეთი რელატიური საკითხია, იმიტომ რომ თავად ევროპის ისტორიაში ეს გეოგრაფია ფართოვდებოდა და ხანდახან შეიძლებოდა ისეც ყოფილიყო, რომ შევიწროებული ყოფილიყო კიდევაც. ანუ მე იმას გულისხმობ, რომ ჩვენ როდესაც ვამბობთ საქართველოს არის თუ არა ევროპა, ჩვენ ვხედავთ საქართველოს
ისტორიულად რა მოიტანა და ჩვენ ნამდვილად ვერ ვიტყვით რომ მაგალითად ვეფხისტყაოსანი იქნება თუ კალმასობა საქართველოში დაიჭირდა ლენინისა და ლუნაჩარსკის იდეების საფუძველზე. არამედ მოვიდა იმის გამო რომ მას ჰქონდა შესაძლებლობა როგორც იდეურ ძალას რომ მასზე დაფუძნებული იყვნენ ქართველი ინტელექტუალები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის და უნდა ითქვას რომ თავად ქართული ნაციონალიზმის ჩამოყალიბება. კარგით, შეიძლება ჩვენ მაინც და მაინც 60-იანელებზე არ გქონდეს საუბარი ილიაზე და ასე შემდეგ, ხომ? მაგრამ უფრო ცოტა ადრე რო გადავიდეთ ქართული ნაციონალიზმის ჩამოყალიბებაზე, როდესაც ლაპარაკობთ, როდესაც პირველად შემოდის ქართული სტამბა, როდესაც ლაპარაკია ისეთ რაღაცაზე, როგორც არის თქვა ქართული რომანტიზმი და საერთოდ ახალი ქართული მაღალი კულტურა, უნდა ითქვას, რომ დაკავშირებული სწორედაც რომ ევროპასთან და მაგალითად ვახტანგ მეექსე იქნებოდა მიუხედავად იმისა, რომ მისი თქვა წინაპრები თქვენ როგორც თქვით ძალიან ესეთი აღმოსავლურ სტილში წერდნენ და შეიძლება ეცვათ კიდევაც, მაგრამ სპარსეთთან იგივე მურე თეიმურაზის სპარსულიანი შეგრძნება, მაგრამ რატომ მოხდა რომ მოხდა ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი რომ რატომ მოხდა ისეთი რაღაცა რომ მათ და საქართველოს აირჩია და ყოველთვის ირჩევდა. იქნება ეს სულხან-საბა ორბელიანის მოგზაურობა ევროპაში, რომელსაც ჩვენ ახლა ძალიან არასწორად წარმოგვიდგენენ ხოლმე, რომ საერთოდ ევროპამ ვითომ საერთოდ არა, ჩვენ ვიცით, რომ მთლიანად მთელი ეს მოგზაურობა დაფინანსებული იყო ევროპელების მიერ, დაფინანსებული იყო თავად ლუდოვიკო მე-14-ის მიერ და მათ ჰქონდათ ეს ინტერესი ჩვენს მიმართ და უნდა ითქვას ამავდროულად, რომ ამგვარად აი ესეთი თქვა უპირატესობის მინიჭება ფოლკლორზე და თქვა ესე უფრო მეტად სახალხო პოპულარულ კულტურაზე, ჩემი აზრით არასწორი იქნება, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ რა კულტურაზე ვდგევართ, ეს უკვე აღარ არის არც ყარამარნიანი და არც ამირან დარეჯანიანი, არამედ არის ვაჟა-ფშაველა, თუნდაც კალმასობა, თქვენს მიერ ნახსენები შედევრი დავითიანი და ასე შემდეგ და გარდა ამისა, როდესაც ამაზე ვლაპარაკობთ, ერთი რაღაცაა თქვენს მიერ ნახსენები არაჩვეულებრივად რაც ახსენეთ. თურქეთის მაგალითზე რომ ეს მრავალფეროვნება, ხო? ეს იდეა მრავალფეროვნებისა საქართველოში ვეფხისტყაოსნიდან მოყოლებული ყოველთვის იყო და ეს ძალიან ევროპული იდეა რომ გვაქვს უთვალავი ფერითა და რეალურად იქაც პერსონაჟებს რომ დავაკვირდებით დიდი ბოდიში, მაგრამ ნამდვილად არაფერი არ ცხიათ, არც არაბის და არც ინდოელის არც ერთ პერსონაჟს. და ამ კუთხით თუ შევხედავთ, მაშინ ასეთ ინტერპრეტაციაც კი შეგვიძლია მივიცეთ ამას, რომ შესაძლოა მაშინ იმდენად ვგავდით იგივე ჩვენს მეზობელ ხალხებს, რომ ეს მაგის გამო არ გვიჩნდებოდა ტარიელთან და ავთანდილთან მიმართებაში სხვა რაღაცის შეგრძნება, ანუ ინტერპრეტაციაზეცაა ბევრი რამე. და რაც შეეხება თავად საქართველოს თემას და იგივე სულხან-საბა ორბელიანის და იმ ფაქტორებს არ დაგვაუწყდეს, რომ ახლა ევროპაში ყოველთვის არსებობდა ინტერესი ქრისტიანული აღმოსავლეთის ნაწილად, რომლის ნაწილადაც მე პირადად ისტორიულ საქართველოს მივიჩნევ. მაგრამ აქ ერთია, როცა გეოგრაფიული და კულტურული დამგაგებით შეენიანი დარიქვა, მეორე როდესაც რელიგიური ჩვენ და ისინი კატეგორიაში შეენიანი დარიქვამ და მე ვფიქრობ, რომ საქართველოსთან მიმართებაში ევროპის დამოკიდებულება იყო ამ ქრისტიანულ მუსლიმურ არაქრისტიანულ ქრისტიანული ჩვენ და ისინი დიქოტომიაში ჩვენიანის გაგებით აღქმა და არა მაინც და მაინც კულტურული გაგებით და გეოგრაფიული გაგებით. აი რა მინდა გითხრათ, ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა არის, ხო? აი მაგალითად როდესაც გერმანელებზე წერს ჰეგელი, ამბობს ესეთ რაღაცას. ეს იყო ყველაზე ველური ხალხი, რომელიც თავის ცხოვრებას ატარებდა დათვის ტყავზე გორაობასა და ნადირობაში. თუმცა იულიუს კეისრის ლაშქრობების შემდეგ და მას შემდეგ რაც შესაძლებელი გახდა, რომ ცოტა გალიის შემდეგ ცოტა გერმანიისკენაც გაეხედათ, დაიწყო მოძრაობა და მუშაობა, ეს უნდა ითქვას, საერთოდ ევროპა არის იდეა, რომელიც თავის თავში შრომას შეიცავს, გახდე ის, რაც შეიძლება რომ არ ყოფილიყავი და საქართველოს ნამდვილად არის ამ შრომის ნაწილი, როდესაც და თქვენ როგორც ამბობთ, ხო, თავისთავად ევროპელების მხრიდანაც საქართველოს არ განიხილება სხვათ, არამედ ჩვენიანად, ხო? ოღონდ არა გეოგრაფიულ კულტურული, არამედ ქრისტიანულ ჩვენ და ისინი დიქოტომია. გასაგებია, მაგრამ მოდით ესეთი რაღაცა ვთქვათ, თქვენ რას გიწოდებენ, ეს კი არ არის მთავარი. ხომ, ანუ მაგალითად ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ ვიღაცამ შეიძლება დაირქვას პრეზიდენტი და არ ვიცი, ვიღაცამ შეიძლება პროფესორიც დაირქვას. თავისთავად, მაგრამ
არის თუ არა ის და გახდება თუ არა ის ნამდვილად პრეზიდენტი, ეს მეორესა და პროფესორი ეს მეორე საკითხია. იმიტომ რომ რეალურად, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ევროპელები დაგვარქმევენ თუ არა ჩვენ ევროპელებს, ამაზე კი არ დადის საქმე, არამედ ჩვენ როგორ განვიხილავთ და ვხედავთ ჩვენ თავს ევროპელებად და საუკუნეთა განმავლობაში როგორ ვხედავდით. და მხოლოდ და მხოლოდ ერთი ჭრილი მაგალითად, თუ მაგალითად ჩვენ შეგვიძლია მაგალითად პოლიფონიურობაზეც დავიყვანოთ, რომელიც მაგალითად საერთოდ არ არის აღმოსავლური ფენომენი, რომელიც ქართული ხალხური მუსიკის უმთავრესი არსია, ხო, პოლიფონიურობა, რომელიც მაგალითად საერთოდ არ არის აღმოსავლური მუსიკისთვის დამახასიათებელი. ბევრი რამე არის ამ შემთხვევაში და მხოლოდ თქვათ აი ზეპირსიტყვიერი პოეტური ტრადიცია, ჩემი აზრით, არ იქნება საკმარისი. მოდი 40 წამი დაგვსა და დავასრულოთ ბარემ რადგან ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ გასაუბრად. გვექნებათ კიდევ დაახლოებით 60 საათიანი პოდკასტიც კი გამოვიდა მაგაზე, იმიტომ რომ ორივე მხარეს იმდენი სწორის და არასწორი არგუმენტიც გვაქვს, როგორც ყველა დებატში ხდება, რომ საათები არ. მაგრამ მგონია რომ მაინც თანაბრად ვისაუბრეთ მეტნაკლებად და არც ერთი არ დაჩაგრულად ხართ დროის ფაქტორით. ზოგადად ქრისტიანული აღმოსავლეთის საქართველოს ისტორიაზე ყველაზე სწორი განსაზღვრებაა, ვინაიდან ქრისტიანობა ევროპასთან გვაახლოვებდება და მაგრამ ის კულტურა, რომელთაც ვიკვებებოდით, უფრო მეტად არაევროპული იყო, ვიდრე ევროპული და ის რომ ჩვენი საზოგადოების ვესტერნიზაცია მოხდა, სოციალურმა დინამიკამაც ძალიან განსაზღვრა, იმიტომ რომ იგივე მაგალითად ასურელები არიან ქრისტიანები, იგივე მარონიტები არიან ქრისტიანები, იგივე მელკიტები, მალიქიანი, იგივე სამეფო კათოლიკე ქრისტიანები, არაბი ქრისტიანები, მაგრამ მათი იმ გაგებით ვესტერნიზაცია როგორც ჩვენი ვერ მოხდა. გასაგებია, ჩვენ დავასრულეთ უკვე მეორე ეტაპი დიალოგის რეჟიმი და ახლა გადავიდეთ შემაჯამებელ ეპიზოდში. სანდრო, პირველი თქვენ მოგცემთ სიტყვას, 2 წუთი გექნებათ იმისთვის, რომ შეაჯამოთ დღევანდელი დებატი და თქვენი პოზიციაც. დიახ. მე ვფიქრობ, რომ ბატონ ლევანის არგუმენტებიც ძალიან საინტერესო იყო, იგივე მაგალითად ბერძნული გავლენის გამო, იგივე რომაული როგორც კლასიკური, ისე ამ რომაული ანუ ბიზანტიური გავლენის გამო და შემდეგ უკვე ის რომ იგივე მაგალითად მაღალი კულტურის ვესტერნიზაცია ჩვენთან ბევრად უფრო ადრე დაიწყო და ხშირად პარალელურად არსებობდა აღმოსავლურ კულტურულ გავლენებთან და ეს ჩვენ ყოველთვის გვაახლოვებდა ევროპასთან. მაგრამ ამავე დროს ვთვლი, რომ ამის მიუხედავად ხალხური რომ არ ყოფილიყო გარკვეული სოციალური და პოლიტიკური ფაქტორები, მაგალითად ის რომ იგივე მაგალითად საბჭოთა პერიოდმა იძულებით მოუსპო ამ აღმოსავლურ პოპულარულ კულტურას არსებობის საშუალება და მისმა მიმდევრებმა და მისმა შემქმნელებმა ვერ შეძლეს ახალ რეალობასთან ადაპტირება და მსგავსი ფაქტორები შესაძლოა საქართველოს იმ გაგებით ვესტერნიზაცია როგორც დღეს მოხდა ვერ მომხდარიყო და კვლავ მაგალითად იმ ტიპის გაურებული ქვეყანა ყოფილიყავით როგორც თურქეთი იყო ლამის თვალსაჩინო ბოლო 15 წელიწადამდე ან იგივე მაგალითად როგორც იყო მაგალითად 50-იან 60-იან წლების ლიბანი. ანუ მე ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში ჩვენი დღევანდელი კულტურული ევროპული იდენტობა და ჩვენი პოლიტიკური იდენტობა განსაზღვრა გარკვეულმა სოციალურმა და პოლიტიკურმა და გეოპოლიტიკურმა ფაქტორებმა, რომლებიც ყოველთვის ჩვენი წილი არ იყო და ეს შეიძლებოდა ასე სრულიადაც არ ყოფილიყო გარკვეული რაღაცების სრულიად სხვანაირად რომ წასულიყო. კი, ნამდვილად მინდა თქვა, რომ შესაძლებელი იყო, რომ ჩვენი ისტორიული ჩახი ისე დატრიალებული იყო, რომ ჩვენ ისე იქ არ აღმოჩენილიყავით, სადაც ვართ. ან შესაძლებელია საერთოდ ისე დატრიალებული იყო, რომ კიდევ უფრო ევროპული ყოფილიყავით, ამის შესაძლებლობაც არის ნამდვილად. თუმცა ერთი რაღაცა უნდა თქვა, ისევ და ისევ დაუბრუნდა ამ ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას, რომ რუსეთის შემოსვლის შემდეგ რუსეთი არ იყო თავად უმთავრესი ფაქტორი იმისა, რომ საქართველოს მაგალითად უფრო მაღალმა კულტურამ უფრო მეტად შეისისხლორცა ევროპული კულტურა. იმიტომ რომ მაგალითად რუსებს, როდესაც თქვა 1832 წლის აჯანყებაზე, როდესაც არის საუბარი, იქ მოხდა ის, რომ რუსებმა გადაწყვიტეს, რომ ძალიან ველურად ემართათ საქართველოს და საერთოდ მთლიანად უგულვებელიყოთ მთელი ქართული ფეოდალები, რომლებიც იქ იყვნენ და თავადაზნაურობა და ამის გამო მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი ეს შეთქმულება. და შეთქმულების სულის ჩამდგმელი უნდა ითქვას და მისი იდეოლოგი შეიძლება ითქვას, იყო კაცი, რომელსაც თავისი დისერტაცია ჰქონდა იოზეფ შელინგზე დაწერილი, სახელად სოლომონ დოდაშვილი, რომელიც შეიძლება ითქვას პირველი ქართველი განმანათლებელი იყო ნიკოლოზ ბარათაშვილის მასწავლებელი და უნდა ითქვას, რომ თავად ამ მაღალი კულტურის ამგვარად გაერთიანება პრინციპში კი ამ აჯანყების
აჯანყების კი არა შეთქმულების ჩახშობა, მაგრამ ამავდროულად რაღაცა გარკვეული წარმატების მოპოვებაც მონაწილეების მხრიდან, იმიტომ რომ მათ ისევ და ისევ მოიპოვეს საზოგადოებაში გავლენა. უნდა ითქვას, რომ განპირობებული იყო სწორედაც რომ იმით, რომ თვითონ ჩვენი კულტურა ვერ იტანდა იმ ძალიან უხეშ აღმოსავლურ მართლობის სტილს, რომელზეც ესე წინასწარი განწყობით რუსებს ეგონათ, რომ საქართველოში გამართლდებოდა. ვერ გამართლდა, იმიტომ რომ ჩვენი კულტურული ფესვები ბევრად უფრო სხვანაირია, ვიდრე აღმოსავლური. დიახ, და აქ ერთ საინტერესო რაღაცასაც დავამატებდი, მოკლედ რა თქმა უნდა, მოკლედ რომ შევაჯამოთ. მე ვფიქრობ, რომ რუსული პოპულარული კულტურაში არსებული საქართველოს ასახვაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რის გამოც საბოლოო ჯამში არა იმდენად რუსული, არამედ ფრანგულ, გერმანული და ზოგადად ევროპული კულტურა უფრო ახლოს აღმოჩნდა ჩვენთვის. რუსული პოპულარული კულტურა იყო არა იგივე რაიმდენად ლერმონტოვი, არამედ მაგალითად იგივე ჩარსკაია, საბავშვო მწერალი მეფის დროს ძალიან პოპულარული და ჩარსკაიას აქვს ცნობილი თავისი ციკლი ნინა ჯავახაძე. რომ გადავხედოთ, ეს არის საქართველოს იმდენად უხეშ ორიენტალიზმში, რომ საშუალო ქართველმა რომ წაიკითხოს, უბრალოდ ნერვები ვერ ეყოფა. და რა კატეგორიაც რუსულად საბავშვო წიგნებს კითხულობ და სწორედ ის ხალხი იყო ფრანგული და გერმანული ლიტერატურის ყველაზე დიდი პოპულარიზატორი მე აქ. ჩვენთან. კარგით. მადლობა მეგობრებო, ძალიან საინტერესო დებატი იყო, ძალიან ბევრი საინტერესო არგუმენტი მოვისმინეთ, მაგალითი და პარალელები. როგორც უკვე ვთქვით, ალბათ საათების განმავლობაში შეიძლება ამ თემაზე საუბარი და ჩვენს კოლეგას ბექა კობახიძეს მივაწოდოთ იდეა, რომელიც 4 საათიან პოდკასტებს წერს, გააკეთოს პოდკასტი ამ თემასთან დაკავშირებით და სტუმრებიც უკვე გვყავს. კი, ძალიან საინტერესო იქნება ჩვენთან. მადლობა კიდევ ერთხელ, მადლობა მობრძანებისთვის. მაყურებელსაც გადავხდი მადლობას ჩვენთან ყოფნისთვის. იმედია რომ ისიამოვნეთ ამ საინტერესო დებატით. მოგიწოდებთ რომ გვიყუროთ და დალაიქოთ ეს ვიდეო, ასევე გამოგვყვეთ მისმინეს სხვა სოციალურ ქსელებშიც Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე და გეტყვით იმას რომ ჩვენი გენერალური სპონსორი და მთავარი მხარდამჭერი არის საქართველოს უნივერსიტეტი.